პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავა. მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული პირებისგან რამდენჯერმე საკონტროლოდ შეისყიდეს ნარკოტიკები, რაც ფარულად მოპოვებულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერშია ასახული. ცოტა აუშევო. ბიჭო, ინტერესო ის იყო წავიდი ამას ბოლოსინაც, რა? უხეები ქონოქვა ისაქია ჩატეხი. დავაჭი. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის ჰეროინი, ბუპრენორფინი, ექსტაზი, სუბოქსინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეფედრონი, ალფა-პივიპი და მარიხუანა ამოიღეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ბელარუსის, უკრაინის, იორდანიისა და თურქეთის მოქალაქეები. ჩემი დაცვას ყოფილი არ აღიარებს ამ დანაშაულის ჩადენას, ის რომ პიროვნებას აქვს ჩადენილი დანაშაული ხალხსახად, რა თქმა უნდა, მტკიცებულებებით არ დასტურდება. ჩემი დაცვის ქვეშ ყოფს ბრალდების მხარე ედავება ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას შეძენა შენახვას და დასაღების მცდელობას. ჯერ კიდევ შესასწავლია საქმის მასალები და ასე შემდეგ და ამიტომ დომინოს უფლება აქვს არჩეული. ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კუთხით საკანონმდებლო ორგანოში სხვადასხვა სახის ცვლილებების მიღება არის დაგეგმილი. როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, ცვლილებები ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმს გააუმჯობესებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მექანიზმი დაიხვეწოს და ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს რეალიზატორების თვალსაზრისით. ამავდროულად შევქმნათ მექანიზმები იმისათვის, რომ ნარკომომხმარებლები, რომლებიც არიან, მათზეც ისეთივე რეგულაციები გავრცელდეს, როგორც ეს არის თანამედროვე სამყაროსთვის საჭირო და კარგი პრაქტიკა არის. აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს როგორც სამთავრობო გუნდთან, ისე საპარლამენტო გუნდთან. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტროსასწორები. დაკავებულები წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. დანაშაულები 20 წლამდე ან უბადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.